ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადამწყვეტი ყრილობის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება, თუმცა ამ დრომდე არ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ამ ყრილობაზე წარმოდგენილი იქნება თუ არა თინათინ ბოკუჩავა, მიუხედავად იმისა, რომ მისი თანაპარტიელები მთელი ამ დროის განმავლობაში გვეუბნებოდნენ, რომ დღევანდელი დღე სწორედ იმიტომ შეარჩიეს ყრილობის თარიღად, რომ თინათინ ბოკუჩავა ყოფილიყო დედაქალაქში და შესაბამისად ყრილობაზეც, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ დეტალებს, დღევანდელ ყრილობაზე აირჩევენ დროებით მმართველ ორგანოს, რომელიც გარდამავალი 6 თვის პერიოდში უხელმძღვანელებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. პარტიაში გვეუბნებიან, რომ არ იქნება კლასიკური გაგებით და სტანდარტული გაგებით, დროებითი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია და სწორედ ეს 9 ადამიანისაგან დაკომპლექტებული დროებითი მმართველობითი ორგანო აიღებს საკუთარ თავზე მართვის ფუნქციას, ხოლო დანარჩენი დეტალები კი, როგორც გვეუბნებიან, სწორედ ყრილობის შემდეგ გაირკვევა. არის გარდამავალი პერიოდი, ცვლილებები უნდა გახორციელდეს, რეფორმები უნდა გახორციელდეს, ამისთვის პასუხისმგებელი იქნება დროებითი ორგანოც, მათ შორის, რომელიც შეიქმნება პარტიაში, დროებითი ორგანოს, რომელიც იქნება საბჭოს სახით, რა თქმა უნდა, აღშევლენ პარტიის ლიდერები და მათ შორის იქნება რეფორმების საბჭო კაპიტოინ ნანუკას მონაწილეობით, რომელიც ასევე იქნება ძალიან აქტიური და ამ გარდამავალ პერიოდში ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით რეფორმებზე, ამ ყრილობაზე მათ შორის აირჩევიან ამ საბჭოს წევრები და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, 6 თვის შემდგომ დაახლოებით, როგორც აღვქვამთ, რომ ამ ხელა იქნება ეს გარდამავალი პერიოდი, მერე ჩატარდება უკვე თავმჯდომარის არჩევნები პირდაპირ გზით. პარალელურად ჩამოყალიბდება რეფორმების ბორდი, რომელსაც ნანუკა ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს. მკაფიოდ არის განმარტებული მიხეილ სააკაშვილის მხრიდანაც და ნანუკა ჟორჟოლიანის მხრიდანაც, რომ პარტიული საქმიანობა არ იქნება ის, რასაც ეწევა ნანუკა ჟორჟოლიანი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ეს იქნება პარტიის მიღმა და შემდგომ უკვე 6 თვის შემდეგ სწორედ ეს ბორდი მიიღებს გადაწყვეტილებას და გასცემს რეკომენდაციას პარტიის შემდგომ ფუნქციონირებასთან და ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით. ნანუკა ჟორჟოლიანი დღეს არ იქნება აქ წარმოდგენილი, როგორც თავადაც განმარტა, ეს 6 თვე თავად მოითხოვა, ეს არის ვადა, რომელიც მას სჭირდებოდა. ის ამ ეტაპზე არის ანაკლიაში, კამპანია მე მიყვარს საქართველოს ფარგლებში და ამაზეც საუბრობს, რომ ეს კამპანიაც არ არის კავშირში პარტიასთან და ეს არის საზოგადოების ინტერესების შესწავლისათვის მნიშვნელოვანი გასვლები რეგიონში, რათა ხალხისაგან გაიგოს თუ რას ითხოვს საზოგადოება მისგან და მისი გუნდისგან. ვერ დავესწრები, იმიტომ რომ ჩემი აზრით გაესწრებოდი? რომ იყო თბილისში. როგორ არის ვიყავი ამ დილემის წინაშე. ჯერ ესეთ ჩვენ ანაკლიაში გვაქვს ახლა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები. ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ რამე წინააღმდეგობა შეხვდა მიშას ჩემს კანდიდატურასთან დაკავშირებით, არ არის სწორი. ეს მე ვითხოვე 6 თვე. მე ვითხოვე ეს 6 თვე. ეს არ იყო მიშას ინიციატივა, უბრალოდ სხვა რომ სწორი იყო ეს გზა. და მეორეს მხრივ, არ მინდა ადამიანებმა ჩასხვალ, ხო შეიძლება სხვას უნდოდეს კანდიდატობა, თავმჯდომარეობის კანდიდატობა, რომელიც დღეს ჩამოყალიბებული საკუთარ პოზიციაში არ არის და მე არ მინდა ვინმე იფიქროს, რომ მე იმ პრივილეგიით ვსარგებლობ, ეს თავისთავად უკვე არის გასაგებია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე მნიშვნელოვანი ხმანაც კი და ხმა ნაციონალურ მოძრაობაში, მაგრამ ეხლა დამატებით არ მინდა ვინმე შეუქმნას განცდა, რომ მე ამას ვიყენე. რაც ახლა არჩევნებისთვის მზადება, მე ვფიქრობ, რომ ამისთვის ერთი თვეც მეყოფა, მაშინ როდესაც გადავწყვეტავ თავმჯდომარეობას კენჭის ფრაზე, ჩემი კანდიდატურა რომ საბოლოოდ დამტკიცდეს. ერთადერთი მინდა ვისურვო, რომ ბორჩი არ ვიცი პოლიცსაბჭოში თუ არ ვიცი რა მნიშვნელოვან შემადგენლობაში, სადაც თვითონ კომფორტულად იბრძნობს თავს, ვნახოთ თინა ბოკუჩავა, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პარტიაში ყველა ის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მნიშვნელოვანია და ფასეულია და რომელიც ამ პარტიისთვის ღირებულებას წარმოადგენს, ეს ყველა შემადგენელი ადამიანი სტატუსის თუ უსტატუსად ამას თავად გადაწყვეტენ ისინი დარჩნენ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ამ პარტიას არ აქვს ფუფუნება, რა ვიცი, ძალიან ეფექტური ადამიანები დაკარგოს. პოლიტიკაში ეფექტური ადამიანები დაკარგოს. ბორდის საბოლოო რეკომენდაციამდე მიხეილ სააკაშვილი პარტიის წარმომადგენლებს ურჩევს, რომ მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა და კამათისა, სრული ლიდერშიპი უნდა იყოს წარმოდგენილი დროებით მმართველობით ორგანოში და ზოგადად პარტიაში გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შორის უნდა იყვნენ. ისინიც გარდა ამისა, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მიუღებელია ტელეეთერებში და მათ შორის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების მეშვეობით ერთმანეთისათვის ცეცხლის გახსნა და გარკვეული ტიპის აზრთა სხვადასხვაობის დემონსტრირება, როგორც დასაწყისშივე აღვნიშნე, ამ ყრილობის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება, ჯერჯერობით უცნობია იქნება თუ არა აქ წარმოდგენილი თინათინ ბოკუჩავა. პირდაპირ ეთერში ხატია სამხარაძე საუბრობდა.